საიდან ვიღებთ აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულის ღმერთია? იგივე წყარო, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია, იმასაც გვეუბნება, რომ ღმერთი სამართლიანი, წმინდა და უზენაესია. მტკიცება ღმერთი სიყვარულია უნდა გვესმოდეს ღმერთისა და სიყვარულის შესახებ ბიბლიური ცნებების შუქზე. ბიბლია იმდენად დიდ ყურადღებას ამახვილებს ღვთის სიყვარულის გამოვლინებებზე, რომ ახალ აღთქმაში ამბობს კიდეც: ღმერთი სიყვარულია. როგორ უნდა გავიგოთ ეს მტკიცება? ღმერთი სიყვარულია. გეტყვით, როგორ ესმის ეს ბევრ ადამიანს. ისინი ამბობენ, რომ თუ ღმერთი სიყვარულია, არ შეიძლება რომ სამართლიანი, წმინდა და მრისხანე იყოს. არ შეიძლება რომ რომელიმე ზემოხსენებული თვისება ჰქონდეს, რადგან ეს თვისებები ღვთის სიყვარულთან შეუსაბამოა. სხვა სიტყვებით, ამ ადამიანებს სურთ ააგონ ატრიბუტების იერარქია ღმერთში, რომელი იერარქიის სათავეშიც იქნება სიყვარული. ყველაფერი დანარჩენი კი სიყვარულის ცნებაში გაერთიანდება. მე იმ ადამიანებზე ვლაპარაკობ, რომლებიც მოდიან ჩემთან, როცა ღმერთის რისხვისა და უზენაესობის შესახებ ვლაპარაკობ. დააპროტესტებენ და ამბობენ: კი, მაგრამ ჩემი ღმერთი სიყვარულის ღმერთია. მე კი ვეუბნები: საიდან იღებთ აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულის ღმერთია? სიმსივნით დაავადებული ადამიანის პალატიდან, ავტოკატასტროფის ადგილიდან, მკვლელობის ადგილიდან, ასეთ დასკვნას მსგავსი ტრაგიკული სიტუაციებიდან ვერ გამოიტანდით. აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულია, ვიღებთ წმინდა წერილიდან, მაგრამ წმინდა წერილი გვიჩვენებს ღვთის ყოველ ნებას, ღვთისავე თვით გამოცხადებასთან დაკავშირებით. ბიბლია იგივე წყარო, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია, იგივე წყაროა, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთი სამართლიანი, წმინდა, უზენაესია და ასე შემდეგ. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ღმერთის უზენაესობაში თანთქას ან დაჩრდილოს ღვთის სიყვარულმა, ან მისი სიმართლეშ თანთქას და დაჩრდილოს მისმა სიყვარულმა. ყველაზე დიდი შეცდომა კი ჩემი აზრით ისაა, როდესაც ფრაზაში ღმერთი სიყვარულია ვხედავთ ტავტოლოგიას, სადაც ქვემდებარე ღმერთი და შემასმენელი სიყვარულია, სიყვარული არის, ტოლობის ნიშნითაა დაკავშირებული. იმ გაგებით, რომ ღმერთი უდრის სიყვარულს და სიყვარული უდრის ღმერთს, სადაც ქვემდებარე და შემასმენელი გაიგივებულია. ასე რომ იყოს, პირიქითაც ვიტყოდით, რომ სიყვარულია ღმერთი. არსებობს ტავტოლოგია, მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერბიჭა დაუქორწინებელი მამაკაცია და თუ კი ამ ნათქვამს შევაბრუნებთ და ვიტყვით, რომ დაუქორწინებელი მამაკაცი იგივეა, რაც ბერბიჭა, ამით ამ ფრაზის მნიშვნელობა არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ფრიუ მამაკაცსაც შეიძლება ასე ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სიყვარული ღვთაებრივია, იმ გაგებით, რომ სიყვარულს თაყვანს ვცემდეთ. ჩვენ ვსჯელობთ ადამიანური გამოცდილებისა და სიყვარულის დაგრძნობების ადამიანურ გამოვლინებათა მიხედვით და ამიტომაც სიყვარულს ავამაღლებთ და განვადიდებთ ისე, თითქოს ის იყოს სამყაროს მამოძრავებელი ძალა და შესაბამისად ის ხდება ღმერთი ჩვენთვის. მტკიცება ღმერთის სიყვარულია უნდა გვესმოდეს ღმერთისა და სიყვარულის შესახებ ბიბლიური ცნებების შუქზე. ებრაულად ასესულაც არ ჟღერს, როგორც ჩვენ ვამბობთ. ღმერთი სიყვარულია, არამედ ღმერთი მოსიყვარულეა. ფაქტობრივად, როდესაც ებრაელი ამბობს ამას, ამბობს, რომ ღმერთი იმდენად მოსიყვარულეა, სიყვარული იმდენად იგივდება მის ხასიათთან, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ღმერთი სიყვარულია. სწორედ ისევე, როგორც შეგვიძლია ვთქვათ, ღმერთი ჭეშმარიტებაა, ღმერთი თავად სიცოცხლეა.